კომპანია ძალიან მომენატრა. ადრე აქ მუშაობა მიყვარდა. ქარაჰუნების კომპანიიდან ქარაჰუნების მამულში დაგაწინაურეს, სუდია. იცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ ვიმუშაო. ძალიან მომენატრა კასიმ. კარგი დაივიწყე. ახლა ქალბატონი ეჯეს გაცნობის დროა. ჩვენი მოსვლის მიზანი ნათელი გახდა. კომპანია, რომელთანაც შეთანხმებას გააფორმებთ, ამ ბანკთან თანამშრომლობს. დიახ, მათთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ბანკი დიახ, პატარა ბანკია, მაგრამ ინვესტიციებთან ერთად ზრდას გეგმავენ. მათთან ერთად გავიზრდებით. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ასეთი დარწმუნებული არ ვიყო. ფიქრობ, სასარგებლო იქნება ახლიდან შევისწავლოთ ბატონო ემირ. რამდენადაც ეს ბანკი კარგი ქალბატონო ეჯე, ისე იყოს, როგორც თქვენ გინდათ. ახლიდან შევისწავლოთ. ფრთხილი ხარ. ასე ვთქვათ, რამდენადაც საჭირო. შეიძლება ოდნავ ზედმეტად. მაგრამ მინდა ამ საქმეში პრობლემები არ იყოს. ემირ, უკაცრავად, ხომ არ შეგაწუხეთ? ქალბატონო თურქენო, თუ აქ მოდიხართ ხოლმე. ღმერთო ჩემო, ჩემი კომპანიაცაა. ყველას რატომ ავიწყდება? შენი აქ ყოფნით ეს ადგილი უფრო ლამაზი გახდა. კეთილი იყოს. მადლობა ჩემო ძვირფასო. ქალბატონ ეჯეს გაგაცნობ, დედა ჩემი. კეთილი იყოს მობრძანება. გამარჯობა. ქალბატონმა ეჯემ ჩვენთან მუშაობა ახლახან დაიწყო, ამერიკელების შეთანხმებას ვნახულობდით. ძალიან კარგია. ქალბატონო ეჯე, როგორია? ჩვენს კომპანიას შეეგუეთ? დიახ. მადლობა ბატონ ემირს. გვერდში დამიდგა. შემიძლია ვთქვა, მისი წყალობით თავს უცხოთ საერთოდ არ ვგრძნობ. უკვე კარგი გუნდი გავხდით. ძალიან მიხარია. მაშინ თქვენი გაცნობის მოხარული ვარ. მეც. თქვენის ნებართვით წავალ. ბატონო ემირ, კომპანიის ინვესტიციებს დანარჩენ სარგებელს შევისწავლი. შემდეგ იქიდან გავაგრძელოთ. კარგი, შევხვდებით. შევხვდებით. ანუ, ის ქალია, რომელმაც კომპანიაში მოგიყვანა. იამურ, პატარა, კეთილი იყოს მობრძანება, ჩემო პატარა ჩიტო. იამურ, საიდან გაჩნდი? სიურპრიზი. გამარჯობა. გამარჯობა. ალფ, ქარაჰანი ხართ. დიახ, ერთმანეთს ვიცნობდით. არა, მაგრამ ყველაფერი ვიცი, რა თქმა უნდა, ჟურნალებიდან. ნევა თქვენზე მეუბნებოდა, მალე გამოვჯანმრთელება. მადლობა, ნევას ვერ უკავშირდები, იცით სად არის? აქ იყო, მაგრამ ახლახანს წავიდა. ერთი საქმე აქვს. ქალბატონი იამური არა? მისმინეთ, ქალბატონო იამურ, იცით რა შეგვემთხვა? თუ იმ ადამიანთან წავიდა, უნდა ვიცოდე. არ ვიცი მართლა. ჯარგი ასე იყოს. ფაილს მიხედავთ, დაცვას გამოგიძახებთ. კარგი, მაგრამ დაცვა. კარგი, ყურადღება არ მიაქციო, იამურ, უხეში ადამიანია. ასეთია? მიდი, შედი საყვარელო, ძალიან მომენატრე პატარა. გაიქეცი. სად ხარ, ნევა? ბერგ. ახლა სახელს გეტყვი, ყველაფერი კარგად შეისწავლე. ქორჰან ათეში. ზუსტად ქორჰან ათეში. ის ადამიანი, რომელიც გუშინ გვითვალთვალებდა. კარგად გაიგე, სად არის, საიდანაა? ბერგ. არ ვიკამოთოთ. კარგი? დიახ, ქალბატონი იამურის სახლში დაცვა გავუშვი. გისმენთ ბატონო ექიმო, ბატონო ალბგი რეკავთ რომ გაგახაროთ, ანალიზის შედეგები მოვიდა. ქალბატონი ნევას მაჩვენებლები, რომელიც დედათქვენის დონორი გახდება, მთლიანად ემთხვევა. ეს როგორ? ერთი წუთით არანაირი დაბრკოლება არაა, რომ ქალბატონი ნევა დონორი გახდეს? სწორად გავიგე? დიახ, ქსოვილების შეესაბამება. ხილული პრობლემა არაა. დიდი მადლობა. ერანან, ლოგისტიკური კომპანიიდან ბატონ მეჰმედს დაურეკა უთხარი იმ გადამყვან კომპანიასთან დაკავშირებით. დიახ, ბატონო ემირ.
ვივარაუდებ, იცი ეს საქმე როგორი სერიოზულია. დედა, მისმინე, საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ მამამ ყურადღება მოგაქციოს. ეს საქმე ჰოლდინგის მომავალს ეხება. შეიძლება სხვა ნიშაზე გადაგვიყვანოს. მართლა ვერ ხედავთ, როგორ ვცდილობ? ვხედავ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაა, რომ მე დავინახო, ეს მამას უნდა აჩვენო. გამოდმებით ვიღაცას, რატომ უნდა ვემსახურო? კარგი. მაშინ ყველაფერი მიატოვე. და იმან მიიღოს, ვისაც უფლება აქვს. ემირ, თუ იმისთვის უნდა დაიღალო რისი მიღებაც გინდა, დაიღლები. უნდა იმუშაო, სხვა გამოსავალი არაა. მერტ, გამარჯობა. ჰოლდინგი, სადაც ვმუშაობ, აპირებს შეთანხმება დადოს პროდუქტების კომპანიასთან, რომლის ცენტრიც აიდაჰოშია. თანამშრომლობის მხრივ დიახ. მაგრამ ვფიქრობ, საიმედო არაა. ის ბანკი, რომელთანაც თანამშრომლობენ, დიდი კრედიტის გაცემას ვერ შეძლებს. შეგიძლია ჩემთვის გადაამოწმო. კარგი, ყველა დეტალს პოსტაზე გამოგიგზავნი. არ ვიცი, მადლობა, როგორ გადაგიხადო. მართლა, დიდი მადლობა. ნესრი, გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს. მადლობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. იმედია თქვენც კარგად ხართ. კარგად ვარ, ნესრი. კარგად. მაგრამ როცა გაიგებ, რომ რაღაც პრობლემებია, ადამიანი მწუხდება. ერთი მომღერალი ყავდა, რომელიც შევიცოდეთ და ვეხმარებოდით. ალბათ გახსოვს. დიახ, ქალბატონო თურქე. დიახ. ახლა ხან საქ მოვიდა და სკანდალი მოაწყო. და შეუშვი ნესირ. შეჩერება ვცადე, მაგრამ სიტყვა მაგრამ ზედმეტია. უნდა თქვა და. ხელი შეშლა ვცადე და შეუშალე. მოვილაპარაკეთ. მოვილაპარაკეთ, ქალბატონო თურქენ. მშვენიერია. შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე. კარგი. Alp Bey Hayal'i bana bıraktı. Kuzum benim yanımda. ბატონმა ალფმა ჰაიალი მე დამიტოვა. საყვარელი ჩემთანა, არ ინერვიულო. საღამოს რესტორანში მოგიყვან. მაგრამ ბატონი ალფი ძალიან გაბრაზებულია. ნევა, ყველგან გეძებს. ნევა, დირიდან გირეკავ, სად ხარ? არ გაბედო მითხრა, რომ ქორხანთან წახვედი. არა, ბატონო ალფ, ქორხანთან არ წასულ ვარ. პატარა საქმე მაქვს, მომაგვარებ. ისეთი რა გაქვს, რომ შვილი დატოვე და წახვედი. სად ხარ? მოვალ და წამოგიყვან. არა, თავად მოვალ, საჭირო არა. კარგი, რესტორანში გელოდები. უნდა დავილაპარაკოთ. რამე ცუდი მოხდა, ბატონო ალფ. კლინიკიდან პასუხია, ანალიზის პასუხები. დიახ. ანალიზები დადებითია. ქსოვილების დამხვევა სრულია. ჩვენს მოლაპარაკებაში დაბრკოლებები არ დარჩა. ძალიან კარგია. კარგი, ბატონო ალფ. მადლობა, შევხვდებით. Görüşürüz. ილოცი, რომ ასეთი გულკეთილი ადამიანი ვარ, რადგან ამ პარკში ფეხით მოხვედი. ხო, მომიწყვე. ხომ მომიწყვე. რა მოგიწყვე? ის გავაკეთე, რაც გინდოდა. აიღე, ფული მოგიტანე, აიღე. რა საკეთებ? აიღე. ქალბატონო ნევა, საინტერესოა თქვენს თავდაჯერებულობას რა მიზეზი აქვს? იმ ტიპს ენდობი, რომელიც შენი უფროსია, თანაც როგორი უფროსია? ჩვენი საქმე დასრულდა.
ჩემგან და ჩემი შვილისგან თავის შორს დაიჭირე გასაგებია. ჩემი გარშემომყოფებისგან თავის შორს დაიჭირე. თუ შესაძლებელია, შენი სახეც აღარ დავინახო. როგორც მიბრძანებ ქალბატონო ნევა, როგორც მიბრძანებ, მაგრამ ამ საქმეში მაგრამმა. ნევა, ვფიქრობ. ბევრ უფროს ვიცნობდი, ბევრ კარგ უფროს ვიცნობდი, ცუდებსაც ვიცნობდი, მაგრამ არ ვიცნობ უფროს, რომელიც თანამშრომლის გამო თავს საფრთხეში ჩაიგდებს. შენი უფროსი ვინაა? რა შენი საქმეა? ჩვენი შეთანხმება დასრულდა. ვალი გადაგიხადე. შენს პატარა მშვენიერ სამყაროში ვალები რა უცბად კრება. ნევა, ჩემთან არ გაგივა. ვერ დამაჯერებ, რომ შენი შეყვარებული შენი უფროსია. ცხადია, შენი გამბედაობის მიზეზი ისაა, მეტყვი რა შენი საქმეა. თუ გაერთიანდით და ხაფანგს მიწყობთ, ეს მე მეხება. ხაფანგი არა. მაგრამ ვინც მიყვარს, მცირედ კიბულსაც თუ მიაყენებ, მაშინ ვეღარ შემაჩერებ. პოლიციაში წავალ და მთელ შენ საზღარ საქმეებზე მოყვები. ყველაფერს მოყვები. ბავშვების მოტაცება, ნარკოტიკები, ყველაფერს. სიკვდილითაც ვეღარ შემაშინებ, გაიგე? ვერ შემაშინებ. გავში წავიდეს. ბატონო ჰეკმეთ, ძმაო, როგორ ხართ, როგორ, ასეა? მართლა? ემირ ქარაჰუნთან არა? რა თქმა უნდა. ამ ბატონ ემირ ქარაჰუნს სად შევხვდებით? კომპანიაში. ასე უბრალოდ მივალთ? კარგი, კარგი. რას ვიზამთ? და ასე იყოს. კარგი. კარგი, ძალიან კარგად გამოვიდა. სწორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას მოგცემს ბევრად მეტი ფული გამოვიმუშაოთ. დავედით. კორხანათეში. მალთეპლეში. ფინდიკლში დაიბადა. რაიონში ავტორიტეტი იყო, მაგრამ ძალიან ადრე ახალი ვერ ვნახე. პატარა გადამტანი კომპანია აქვს. ბადე შექმნა ძირითადად მარმარილოს ზღვის რეგიონში გადამზიდებზე მუშაობს. ანუ ძალიან საინტერესო მეგობარია, ზუსტად. მხოლოდ ეს არის ისწრაფად მოგროვებად შევძელი. ბერგ, რაც გითხარი ამ კაცის ხილული მხარეა. ჩვენთვის ამ ტიპის უხილავი მხარე უფრო საშიშია. თუ იქამდე მიდის, რომ ბავშვს იტაცებს, შეუძლია ბევრად ბინძურ საქმეებში ჩაერიოს. ცოტა დრო მომეცი, კიდევ მოვძებნი. ნახოთ რა აღმოჩნდება. კარგი. არ უპასუხებ? ყველაფერი კარგადაა, ქალბატონ ნერგის. ბატონო ალფ, დედა ვერ დაგიკავშირდა, ძალიან ნერვიულობს. გავიგე. დედა კარგადაა? გუშინდელი დღიდან ლუკმა არ უჭამია. რაც არ უნდა მეთქვა, ვერ დავითანხმე. იქნებ ტელეფონზე დაელაპარაკოთ. ის ელაპარაკები. ერთი წუთით. ახლა დაკავებული ვარ. ბატონი ალფია, ქალბატონო ზელინ. ალფ, შვილო. ჩემთან დალაპარაკება არ მოუნდა. ქალბატონო ზეილან, იქნებ რამე შეჭამოთ. ბატონი ალფი კარგადაა. შენ დაგელაპარაკა, მაგრამ ჩემთან საუბარი არ ისურვა. აღვიძლი შვილი გამირბის. შენ კიდევ ჭამაზე მელაპარაკები. არ მშია. სიყვარული მინდა. სიყვარული მჭირდება. ამ სამყაროში მისი პოვნა მარტივი არაა. კიდევ რამდენი ხანი არ დაელაპარაკები?
მისთვის სათქმელი აღარაფერი მაქვს. მაშინ ამდენ ძალას რატომდე? დეი და სეილანის გადარჩენას ასე რატომ ვცდილობ? გაუგებარ საქმეებში რატომ ეხვევი? ალ, დედა შენია. ამ ყველაფრის შემდეგ დედას არ გაექცე. ეს კლინიკიდან დარეკეს. ნევას ანალიზის შედეგები დადებითია. ოპერაციისთვის დაბრკოლება აღარ დარჩა. მართლა გულწრფელად ძალიან მიხარია. მართლა ვერ ვთქო ვიცი, მაგრამ შეგიძლია გაიგო ორგანოების განადგურების პროცედურა როგორია, ეთიკის საკითხი როგორ მუშაობს. კარგი, ამას ისედაც ფიქრობდი. იმაზე იფიქრე, რაც დეი და სეილანზე გითხარი. ახლა ძალიან მშია. დილიდან არაფერი მიჭამია, რამე შეჭამ გინდა? კარგი, რამე შევჭამოთ, მართლა ნევა მოვიდა? უკვე უნდა მოსულიყო? ზუსტად, ემრე გამოგზავნე, მიდი. ნევა სად არის? უფროსო, ბატონი ალფის დედისთვის საკვებს ამზადებდა. აქ ვინ მოამზადებს? და არეულობა არ მოაწყოს. ასე არ გამოვა. ყველა საქმეს თავისი წესი აქვს. ამ საქმეში წესრიგი უნდა დავამყაროთ. ეს რა არის? მიდით, სწრაფად. გთხოვთ ბატონო ალფ, მეძახდით? დაჯექინევა. ღმერთმა ქნას იმ ადამიანთან არ წასულხარ და ფული არ მიგიცია. არა, გითხარით რომ არ წასულვარ. ასეა? ბინის სანახავად წავედი. ბინის სანახავად? უკვე იამურის კისერზე საკმარისად ვიყავი. გოგოს ჩემს გამო რა აღარ შეემთხვა. საფრთხეს კიდევ ვეღარ შევუქმნი. ჰაიალსაც ნორმალური ცხოვრება უნდა შევქმნა. ბინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვო. გავიგე. თუ გინდა ბინის საკითხი ცოტა ხნით გადადე. ეს როგორ? ნევა. სანამ ქორჰანე პრობლემებს გიქმნის, არ მინდა რომ წუთით მომცილდე. გარკვეული დრო შეგიძლია ჩემს სახლში სტუმრები იყოთ. არა, არასწორია. არი ნერვიულო, საცხოვრებლად? სხვა ადგილს ვიპოვე. მადლობა რომ ჩემზე ზრუნავთ, მაგრამ შეუძლებელია. თანაც დროული არა. მუდმივი გადაწყვეტილება მჭირდება. საქმე იმაშია რომ შენზე ზრუნავ. საქმე იმაშია რომ შენ და შენი გოგონა უსაფრთხოდ იყოთ. იქამდე მაინც, სანამ დონორობის საქმე არ დასრულდება. შეფ? ღმერთმა ქნას შეუფერებელ დროს არ მოვედი. არა ძვირფასო, ნუ თუ შეიძლება. რა სიტყვებია? რა საქმე ქალბატონ ნევასთან სამსახურზე? დიახ, სამსახურზე. ამაზე საუბარი მინდოდა და ნევამ საათები მითხრას. როცა არაა და პროგრამას აქედან შევადგენ, თორემ შიგნით და გარეთ საქმეების დალაგებით მთელი ცხოვრება გადის. რა საქმეები? ბატონო ალფ, შეფი კადიმი იმაზე ამბობს, რომ დედა თქვენისთვის ვამზადებ. შეფ, მაპატიე, ბოლო დროს თავში ისეთი არეულობა მაქვს. ნევა. შეფ კადიმ სიტუაცია აუხსენი. რა თქმა უნდა. თუ საათები მეწოდინება, ბევრად შესაფერის პროგრამა შევქმნი. არ მინდა რომ სამზარეულო საქმეები დაზარალდეს. მართალია. ამის თქმა მინდოდა. შვილო, არ ჩენ შეყონდე, საქმეს მიხედე, ბევრი საქმეა, როგორც იცი. კარგი შეფ. რა სისულელია? რა საკეთებ? ის რომ გამუდმებით ერთად ვართ, ყურადღებას იქცევს. მთელი სამზარეულოს პერსონალი ამაზე საუბრობს. შეფმა კადიმამ კითხა. მიზეზად მომზადებაზე მოიფიქრე. რამდენადაც ყოველდღიურად არ ვიტყუები, აზრად სხვა არაფერი მომსვლია. მაპატიეთ. კარგი. ფიქრობ, კარგად მოიფიქრე. ჩემი აზრით, მომზადების იდეა მომავალში გადაგვარჩენს. მაგრამ შენი ყველა ნაბიჯის შესახებ უნდა ვიცოდე. ყველა სიტყვის შესახებ. გასაგებია?
კარგი. საქმეს დაუბრუნდები. შეფი ქადიმი საკმარისად გავაბრაზე. მადლობა. მიდი, მოყევი ბერგ. Ახლავე სიტუაცია ასეთია. ორგანოთა ვაჭრობის ხელის შესაშლელად ძალიან კაცრი წესებია მიღებული. თუ დონორსა და პაციენტს შორის 4 თაობამდე ნათესაობაა, პრობლემა არაა. ზოგადად ასე ხდება, მაგრამ თუ პაციენტსა და დონორს შორის ნათესაური კავშირი არაა, პრობლემები იწყება. ეთიკის ნორმის კომიტეტი მუშაობას აქ იწყებს ზუსტად, დიახ. ასე ეთიკის ნორმის კომიტეტი უნდა დაარწმუნო, რომ დონორი ამას ნამდვილად საკუთარი ნებით აკეთებს. მეორე მხარი ზეწოლის გარეშე. მერე რა ნევამ თავად განაცხადა, თვითონ ისურვა. არა, ასე არ ხდება. ყველაფერი ასეთი მარტივი არაა. პირველ რიგში ნევა შენი თანამშრომელია. ეთიკის კომიტეტი უნდა დაარწმუნო, რომ ნამდვილად უფასოდ აკეთებს. ძალიან რთულია, თანაც გოგონა უფასოდ არ აკეთებს, უზარმაზარ თანხას ვაძლევთ. ამ ფულის კვალს წამში იპოვნიან. მაგრამ საბანკო ანგარიში არ დაუსვამთ. კარგით, მაო, დაუშვათ. ეს მოვაგვარეთ. შენ ამ გოგოს უფროსი ხარ, თქვენ შორის უფროსისა და თანამშრომლის ურთიერთობაა. იფიქრებენ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, სადაც ეთიკის კომიტეტმა უარი თქვა. ამის უფლება აქვთ, ბოლოს და ბოლოს დონორმა თავად მოისურვა. როცა ეთიკის კომიტეტი უარს ამბობს, ოპერაცია ტყუილი ხდება. რა თქმა უნდა, შეგიძლია სასამართლოში წახვიდე და ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრო. ბერგ, ძალიან საიმედო ადვოკატი უნდა ვიპოვოთ და ამ საქმის მთელი კანონიერი მხარე შევისწავლოთ. კარგი, მე მივხედავ არ ინერვიულო. კარგი. ბატონო ალფ, ქალბატონი თურქენი და ბატონი ქაზიმი მოვიდნენ. ბერგ? მარა არაფერი ვიცი. ორგანოების გადანერგვა? ორგანოების გადანერგვასთან რა საქმე აქვთ? კეთილი იყოს მობრძანება. ლოდინი გაიძულეთ უკაცრავად. არ დაგპატიჟე, მაგრამ მოსვლა ჩვენით გადავწყვიტეთ. კარგად მოვიქეცი. კეთილი იყოს მობრძანება. კეთილი იყოს მობრძანება ქალბატონო თურქენ. დიდი მადლობა, ბერგ. დიახ, და თქვენ ბიძია კაციმ ყველაფერი კარგადაა? კარგად არის შვილო. როგორ ხარ? როგორ ჩანს ყველაფერი კარგადაა? კარგადაა, კარგად. ყველაფერი მშვენივრადაა. თქვენის ნებართვით წავალ. ბერგ, დაუყოვნებლივ მივხედავ. მოიცადე. ნება, შენი მეორე უფროსი მოვიდა, არ მიესალმები? გონჯა, თუ ღმერთი გძამს. მოკლედ მითხარი, ნუ აჭიანურებ. ვერ მივხვდი, ვინ მოვიდა. შეფო ქადიმ, ბატონი ალფის დედა ქალბატონი თურქენი და მამა ბატონი ქასიმი მოვიდნენ. კარგი. კეთილი იყოს მობრძანება. კიდევ? მეტი არაფერი. მაშინ საქმეს მიხედე. მიდი, სწრაფად, მიდი. როგორ არ გწხვენი ალფ? სახის ასეთი გამომეტყველება ჩვენი მოსვლის გამო გაქვს? ნუ თუ შეიძლება, დედა თურქენ. ასე ვთქვათ, გონება დატვირთული მაქვს. მართალი ხარ, მართალი. ცდილობ, მუშაობ, ძალას დებ. წარმატებას მიაღწევ. შემდეგ ვიღაც მოვა და უკნიდან დაგარტყამს. დაუჯერებელია. დედა თურქენ, შვილო, დედას მოაწყვეტინებ. სიმართლეს ამბობს. ალფ, მითხარი. შენს გარდა სიკეთე ვისთვის უნდა მინდოდეს. მე გაგზარდე. მისმინე, სეილანი შენი ცხოვრებისთვის ძალიან დიდი საშიშროებაა. არ მესმის ამის გაგება, რატომ არ გინდა? ეს უკანასკნელად იყო, აღარ შევხვდები. კარგი. შეიძლება გვიან, მაგრამ სწორი გზა იპოვე. ემირი სადაა? მუშაობს. ახალი თანხმობის გამო დღე და ღამე მუშაობს.
თვალიერეცეს. ამ პარტნიორობის წყალობით კომპანიაში ახალი ეპოქა დაიწყება. ნუ თუ მარტივია ძვირფასო. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე შევდივართ. მისმინეთ, ნახავთ. პრესაში გამოცხადების შემდეგ აქციები აიწევს. დარწმუნებული ვარ, და თურქენი კომპანიისთვის ძალიან კარგი რეკომენდაცია იქნება. მისმინე, ამერიკაში სწავლობდი, მაგრამ სამწუხაროდ საიმედო კავშირები არ დაამყარე. კარგია, რომ ემირის კავშირების წყალობით ეს საქმე მოაგვარეთ. ემირი თუ ალფი, რა მნიშვნელობა აქვს არა, კასიმ? რა თქმა უნდა, ძვირფასო, მნიშვნელობა არ აქვს. ალფ, მინდა ამერიკელებთან თათბირზე შენ სიყვა, ამ თათბირზე შენი დასწრება ყველაზე მნიშვნელოვანია. მისმინე, თავიდან აცილება არ იფიქრო, კარგი? კერძები არ გავაციოთ? მიდი, დავიწყოთ. გემრიელად მიირთვით. მადლობა. კეთილი იყოს მობრძანება. შეიძლება თქვენი სახელი გავიგო, რომ ჯავშანი შევამოწმო. ქორჰანათეში. ახლა გადავამოწმებ. ჯავშანი დღევანდელზე იყო არა? ბატონი ალფის ნომრები ვართ, სავარაუდოდ უკან არ გაგვაბრუნებს. დიდი გზა გამოვიარეთ, არა? თქვენის ნებართვით. ქორჰანათეში. გემრიელად მიირთვით, გემრიელად. თქვენის ნებართვით. ქორჰანი აქაა. სად? აქ არის, ადექი. პრობლემა არ იქნება, თუ რამდენიმე წუთით დაგტოვებთ, არა? რა მოხდა შვილო, რამე პრობლემა? არა, ერთი სტუმარი მოვიდა. მას უნდა მივხედო. რა თქმა უნდა, საქმე არ მოიცდის ალფ. მე დამიტოვე გავაგდებ. ბერგ, არც იფიქრო, რესტორანში არა, კლიენტებია, მამა აქაა. აქ რა საკეთებ? კარგი დაწესებულება შეიძლება ითქვას ახალია, გადავწყვიტე მოვსულიყავი და გახსნა მომილოცა. ნუ აჭიანურებ, რატომ მოხვედი? სრდილობიანი ვიზიტი. ჩვენს დაწესებულებაში ხომ მოხვედი? ბოლო დროს ხშირად ხვდებით, მაგრამ გაცნობა ვერ მოვახერხეთ. გადავწყვიტე თავად მოვსულიყავი. როგორც ცნობილია, ჩემთან მოხვედი. ასეა? მისმინე შენს ქმედებებს ყურადღება მიაქცია, გასაგებია? აქ სკანდალის მოწყობა არ იფიქრო. პრინცო ალფ, ჩემს დაწესებულებაში განსაკუთრებით წყნარი არ ყოფილიყარ. ჩემს დასაშინებლად მოხვედი? თუ კაცი ვიცალაპარაკოთ. მოდი სიცხადე შევიტანოთ. ორივე ბიზნესმენები ვართ. ერთმანეთს მშვენიერად გავუგებთ. დიახ, მართალია. ქალბატონ ნევასა და ჩემ შორის ერთი უსიამოვნებაა, მაგრამ დავილაპარაკეთ და პრობლემა მოვაგვარეთ. პრობლემა აღარ დარჩა. პირველ რიგში მოქმედების განსხვავებული ფორმები გვაქვს, მაგრამ სწორად თქვი, ორივე ბიზნესმენები ვართ. ამ გაუმართლობას მშვენივრად ვიცნობ. საქმეში ასეთ გაუმართლობას ბევრი უსიამოვნება მოაქვს, მაგრამ არ ჩემ სიტუაციას ეხება ქორჰანათეში, ფინდიკლიდან. შემიძლია ყველა შენს ნაბიჯს უთვალთვალო. მე წარსულის დავიწყებას გთავაზობ. შენ ახალი ფურცლიდან დაწყებაზე უარს ამბობ. თუ არასწორად არ გაიგებ, რაღაცას გეტყვი. შენნაირ ადამიანებთან არ მუშაობ. არასწორად არ გაიგო, სტილის საკითხია. არჩევანი. შენი დონის ხალხთან იმუშავებ, მე ჩემი დონის ხალხთან. ასე არ გადავიკვეთებით. როგორ მოგწონს? შენი ხალხი აქაა. რომელი ხალხი? გოგოის ხალხი, რომელიც კითვალთვალებდა, ზემოთ არიან. რა? საწყენია. ძალიან სამწუხაროა. ვიფიქრე, რომ ერთმანეთს გავუგებდით. რა ვქნა, ბედია. ასეთ სიტუაციაში ქალბატონი ნევა პრობლემაა.
Eğer bir daha Neva'nın karşısına çıkarsan თუ ნევას წინაშე კიდევ ერთხელ გაჩნდები, რა მოხდება? telefona მხოლოდ ერთი ზარი და პოლიცია კართან იქნება. Neva'dan uzak ნევასგან თავს შორს დაიჯერ. Niye geldin sen? მაგ რას აკეთებ? Ne istiyorsun? ჩემგან რა გინდა? თავი დამანებე. Neva ne yapıyorsun? ნევა, რას აკეთებ? ბატონო ალფ, ამ ადამიანს არ შეუძლია, როცა მოუნდება მოვიდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ შეგაწუხებთ, რომ ჩემთან პრობლემები აქვს. Bir derdin varsa თუ რამე პრობლემა გაქვს, გარეთ დავილაპარაკოთ. Bana bak tamam ses. მისმინე კარგი, ხმას არა უწიო. benden uzak duracaksın. ჩემგან თავს შორს დაიჯერ, გასაგებია? ჩემგან, ჩემი შვილისგან და ჩემი მეგობრებისგან თავს შორს დაიჯერ. ბატონო ალ, სერიოზულ ბიზნესმენად ვთვლიდით. სად გინახავთ, რომ უფროს საუბარს თანამშრომელი აწყვეტინებს? Elemanının laf kestiği. Ne diyorsun? რას ამბობ? გარეთ გადი.